საქართველოდან საფრანგეთში ტრანსნაციონალისტური დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი ტრაფიკინგის საქმეზე ძებნილ პირთა ექსტრადიცია განხორციელდა. აღნიშნული პირები ქართული და ფრანგული მხარის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. იძებნებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წითელი ციρკულარი 2024 წლიდან დახსენებულ პირებს ბრალად ედებათ ტრაფიკინგში მონაწილეობა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით. Უფრო დეტალურად ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის დანიის სამეფოში არსებობდა ეგრეთ წოდებული ტანტრა იოგა სკოლები, სადაც ამ სკოლების საფარქვეშ, ასე ვთქვათ, ხდებოდა რეკრუტირება ქალბატონების და შემდგომში მათი გადაყვანა საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ეს ორი ადამიანი წარმოადგენდა ერთ-ერთი ამ ორგანიზებული ჯგუფის დანაყოფის ხელმძღვანელს და მათი ორგანიზებით სულ ცოტა 7 ქალბატონი გადაყვანილი იქნა საფრანგეთის ტერიტორიაზე სექსუალური ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით.